ბიჭება ორი ამბავი გვაქვს, ერთი ცუდი, ერთი კარგი, რომლით დავიწყოთ? ორივეთ. მოდი ჯერ ცუდი და მერე დაგვაყრე. დავიწყოთ, პრინციპი თქვენ ხო იყავით ჩვენთან. რამდენჯერ? რამდენჯერ არა, ერთხელ. ერთხელ იყვნენ ჩვენთან ერთხელ. სტუმრად გადაცემაში. ამას უკვე რა სტუმართ მოყარე ხარ? მე ორჯერ. რატო ვარ სტუმარი? ის რო იყო პირველი ტაიმი იყო, მერე წავიდნენ დაისვენეს და ეხლა მეორე ტაიმზე მოვიდნენ. მე ორჯერ ვიყავი. ესე იგი პენლებზე შეიძლება ვიხილო? შეიძლება დამატებითი დრო და მერე 11 მეტრიანები. მოყევით ეხლა. მაინც რაღაც ამბავია და ჯერ სუდი. ამბავი ნაი ეს ორი თამაში რატო წავაგეთ? არ გვეყოფა ახლა ეს გადაცემა. ეხლა ხო გითხ. არა, პატარა კომენტარი თქვენგან აუცილებელია. მორჩა. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ორ წელიწადში იქნება უფრო ძლიერი და დღეს, ნუ რა თქმა უნდა, ეხლა თბილისში თურქებთან შეიძლება და მოგება და უნდა მოვგეგო ალბათ. სხვა ფონი იქნებოდა. თურქეთი შეგხვდა და პორტუგალია. არა, თურქეთი და ესპანეთი რა კარგი. პორტუგალია ჩამოაგდო რა. ამას კითხეთ, რატო დავაგებ? ვერას მეკითხები. ტატურის კითხეთ. ამას კითხე, მე რა ვიცი. რა პორტუგალია, გოგო? პორტუგალია. იცი რა, ასე მოხდა. რომელსაც მოვანეთ, პორტუგალიაში იყო და ეხლა გონია რომ არა, ამბიცია მაქვს, მხოლოდ ის რომ მოუგეთ ის იცის რა, ეხლა და ასეთი ძლიერი გუნდები რო შეხვდა, მოსალოდნელი იყო მსგავსი. 4 გუნდიანში, რა ვიცი. ხო, მეც ასე ვფიქრობ. პოზიტიური გადაცემა გაქვს, მაგრამ როგორც კი კენჭისკრა გაირკვა, არ მაქვს მე მგონი შენ შეხვდი ეზოში და გითხარი 6 ქულას ფიქრობდი მე. შენ შეხვდი თუ ეს შეხვდა? და იცით მე რა მოვიდოდი და ეს მიდიოდა. 6 ქულას ფიქრობდი. 6 ქულას ფიქრობდით, ხო? 6 ავიღებთ ისედაც. ანუ ნოდარ ესპანეთთან და თურქეთთან ფიქრობდი? სუდად დამთავრდებოდა. არა, უყურე ძველ თაობას რო იხსენებენ ხოლმე. იგივე სიტუაცია ახლა ეს. შესარჩევში იმ გუნდსაც ეგეთი ამაზე ძლიერი და ეგეთი გუნდები ხვდებოდა. გერმანია, იტალია, ინგლისი. ო, იტალია ცხოვრობდა. აქ ის სიტუაცია არ შეცვლილა. ეგეთი ჯგუფებიდან გასვლა გვიჭირს ჩვენ. და ერთა ლიგაზე იმ დივიზიონში ეხლა რა ვიცი, კენჭისყრა იქნება და ჩვენი ადგილი უნდა ვიცოდეთ რა მართლა და ობიექტურად მოლოდინის შექმენი ჩვენ მედიას გულისხმობ რა. და რო 7 კაცი აკლია და მარტო იმაზე წერდნენ იმას ვინ აკლდა ბიჭო ეხლა. იმას რო 7 აკლია, მესამე შემადგენლობით მოუგო მერე ბულგარეთს და რა ვიცი, სოციალურ ქსელში იყო ეგ ფონი შექმნილი. თან ხო კითხულობენ ისინი. დიდი, შარაგო, დიდგორი მოუწყოთ. იქა ესპანეთს ის აკლია, ეს აკლია, ვინ აკლია, რა აკლია. საერთოდ ზოგადად სოციალური ქსელი რო უკვე მარაზმშია გადასული და ძალიან ბევრი. მე ეს ხალხი იწყებს თვითონ სიმინდის დათესვა სტადიონზე. გოგობის ქსელი. სად? და იცი რა მაინტერესებს? გასაგებია ძალიან სამწუხაროა, მე ვიტირე, ვინერვიულე რომ ნუ ვერ გავედით მსოფლიოზე. მე ვიტირე რომ გავედით მაშინ ევროპაზე. მაგრამ მე ახლა ნახეთ კითხვას როგორ ვიწყებდი. მართლა ძალიან ვინერვიულე ეს ორი წაგება, მართლა გიждები ჩვენს ბიჭებზე არიან ფანტასტიურები, მაგრები, ყოჩაღები, წინ ძალიან ბევრ კარგ საქმეს გააკეთებენ ჩვენთვის საქართველოსთვის. ამის იმედი მაქვს და ახლო მომავალში ხო არ გველოდება ან ჩემპიონატი ან რაღაც ისეთი ამბავი, სადაც შარშანდელივით ვიყვირებთ, როგორც 26 მარტს ვიყვირეთ. კი, როგორ არ გველოდება მე? ეხლა ჯერ გველოდება ორი თამაში, რომელსაც რა ვიცი, ვერ ვიყვირებ. ვერ ვიყვირებ? იანვარში დაიწყება კენჭისყრა და ყვარაზე იყვირე და იმაზე რა ქვია, ვიქაუტადაზე იყვირე, მამარდაზე იყვირე. და დიმაროგზაზე გადადის იყვირე. რა პიტი ხარ შეგიძლია ეს, იმიტომ რომ ეს ძალიან დაუხედავი, ისინი ის კურსასმენები უკეთე და არის ექიმი მოსული. ექიმი შეიჭირდება. ექიმი აგერ არის ჩვენ. ისე პრინციპში ვიდეო შეზერო. თან გაქის რომ ჩავხედოთ? არა. აგინდა რადგან ჩანს ყველაფერი არ არის საჭირო აპარატურა. ანუ ესე იგი ახლო მომავალში ვიყვირებ, ჩამოვთვალოთ. ეხა ესპანეთთან თამაშზე ვიყვირებთ? ვიყვირებ. მანდრაგინდა. სტუმრად ბულგარეთს უნდა მოუგოთ, იმიტომ რომ პრინციპის ამბავია. არა, მან მოიგებ. და მერე იწყება შემდეგი შესარჩევი. უკვე სადაც კენჭისყრას ჩატარდა, აი მერე დავიწყოთ პირილი. მაგრამ მე თვითონ გოყრილი მინდა, მე მინდა 26 მარტის ყვირილი მინდა. ხო და აი ხო მაგას გეუბნები, იანვარში კენჭისყრა იქნება ერთა ლიგის, შევხედოთ რა ჯგუფი იქნება, ვისთან იქნება და მერე ვიკივლებ. მე ხო საერთოდ ფეხბურთს რო ვუყურებ, ყვირი ხალხო და გაძევებული ვარ ოჯახიდან. გადი სხვა ოთახში, ან გადი მეზობელთან უყურე, იმიტომ რომ ემოციების გარშემო მარტო ნაკრებზე თუ ყველა თამაში. არა, ჩვენი ბიჭები როცა თამაშობენ, არა, კორტრიკი იმაზე ამდენად ხზე. სიხარულისგან, გული როცა მწყდება, მაინც უყვირი და
ასე შემდეგ რა ვქნა ასეთი შეფასების ასე ნუ გამო ყვირილი სხვადასხვა ხასიათი. მოდი ასე დავარქვა. კაი, ეხლა ცუდი ამბავი ეს სული. კარგი. კაი. კარგი რა, კარგი ის არის რომ ეს ჩვენი ბიჭები საუკეთესო გუნდებში თამაშობენ ცალ-ცალკე. არ არის კარგი ამბავი და ვაფრე, გიჟდები, აი მუცხოვრი გუნდების კომენტატორები, რომ გულშემატკივრობენ ამ ჩვენს ბიჭებს მათ ენაზე, ეს არის ნუ ერთი სანახავი. შოქში ვარ მე ეგეთ ამბებს რო ვიგებ რა. კაი მოსასმენია რა, როგორი ამბავია, სუბიკო დავითაშვილია, სასწაული ბიჭი. თავიდან ლექსებს და სიმღერებს რო უწერდნენ. ჩაკვარაცხელია, კარის ბატეცხელია. დამია კაცო ლექსები მიდის ესენი და უცხოეთში ღერიან რაღაცებს. მე მაგალითად მიქაუტაძე ძალიან მოწოს რა. არა, მაგარი. შეიძლება მიქაუტაძე. არა, აი ვილიარგანში კაი ადგილას მოხდა ძმაო. ბიტლების სამბავში და რა. არა, მოერგო მაგას უყვარს ეს პატარა ოჯახური სიტუაციები რა, იმიტომ აიაქსში იმიტომ ჩაიკარგა. ისე აიაქსს ხომ მოუგეთ 5-2 ოთარ. აიაქსს 5-2. დინამო, აიაქსს მოუგეთ 5-2, დემეტრაძემ გაუტანა აიაქსს, მერე ხეტრიკი გაუტანა აიაქსს, იაშკამაც გაუტანა. ბიჭებმა უცნებები და რას ნიშნავს ეგეთი პატარა გუნდები რომ მოწონს მიქაუტაძეს? ანუ აი რა არის ეგ ფეხბურთელის პატარა კი არა, ოჯახური გარემო, ოჯახური გუნდური კაცი. აი რა ვიცი, აიაქსში რო წავიდა, სადაც იყო გაზდა არ უნდოდა საფრანგეთიდან წასვლა, იმდენად ეს არის, აი თავის ქვეყანაში უნდა და თავის გუნდში და აიაქსს წავიდა იქ რაღაცა ფულის მახინაციებში მოაყოლეს რა მოკლედ რა. თვითონ აიაქსს მაგარი გაიგო. ვილიარელი როგორი გუნდია, იცის? ეს ჰიმნიც ის აქვს, ეს Yellow Submarine, ყველა ერთმანეთს იცნობს და ძალიან მაგრად მიიღეს და ამასაც ყრის გოლებს და ივენტოს გაუტანა ეგ. გამოტოვა თამაში ცოტა დისკომფორტი ქონდაო ვარჯიშზეო და ბოლო ტურის მატჩი გამოტოვა, მაგრამ დღეს იქნება. დღეს როგორ? ნუ ხო რა, დღეს როცა არის. რო ლიგაზე ჩემპიონთა ლიგაზე. იმდენად იცი რა, კომფორტულად და ფსიქოლოგიურად არის სუბუქად და კარგად, რომ ყველაფერს საქმეს გადაგაკეთებს. აბა, ბილბოს გაუტანე, ბერნაბეუზე რეალს გაუტანე. თავი გონია სერიოზულ სპორტულ გადაცემაში. გაიჩა თამაში გადავიდეთ ახლა ქართულად რო საუბრობს რა. ნიჭიერი ადამიანია და სადაც მოხდება იქ თავისას ყველაზე მაგარი მიქაუძ კადრი ოთარ გესომება შენ იცის რა ვისთავად პრესკონფერენციაზე რო დგას და იქიდან გამოდიან ეს თელი ნაკრები და ეს დინამიკი უჭირავ და მუსიკებს უსმენ და მიდიან და აი ეს უყურეს და სხმუტავს მიაგდო ეს ჟურნალისტები და გაიქცა და მათთან დადგა და ამათ ერთად წავიდა რა მაგარი ტიპი არის მე მიყვარს ბომბარდირი